თბილისში მომავალი წლიდან კონკრეტულ უბნებში დროის კონკრეტულ მონაკვეთში შესაძლოა დიდი გაბარიტების ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდეს. საუბარია პიკის საათებზე დილის 8-დან 11-მდე და საღამოს 5-დან 20 საათამდე. ინიციატივის დეტალებზე კახა კალაძემ თბილისის მთავრობის ხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიზანი პიკის საათებში გზებზე შექმნილი საცობების განვირთვაა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალოს M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დილის 8 საათიდან 11 საათებში და საღამოს 5 საათიდან 8 საათამდე ამ შუალედში. რომ შეიზღუდოს ამ დიდი გაბარიტიანი ავტომობილების გადაადგილება კონკრეტულ გზის მონაკვეთებში, კონკრეტულ რაიონებში, რაც ჩვენ მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ ნაწილობრივ განიტვირთოს აღნიშნული საცობი. ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს, ჩვენ ასე ვფიქრობთ, გვინდა გავაკეთოთ, არ იმოქმედოს შაბათ და კვირას ამ დღეებში გადაადგილება შესაძლებელი იყოს. და არ იყოს შეზღუდვები, ასევე არ იმოქმედოს აგვისტოს თვეში.